სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა ჩვენთან არის ღმერთი ეს სიტყვები რომელიც მე ვთქვი ახლა და რომელზეც თქვენ უპასუხეთ არს და იყოს დღევანდელ სახარებაში აღმოვიკითხეთ საერთოდ ადამიანს აქვს ერთი თვისება რომელიც ზოგ შემთხვევაში კარგია და საჭიროა და ზოგ შემთხვევაში პირდაპირ საშინელებაა ადამიანს შეუძლია ყველაფერს შეეჩვიოს ყველაფერს შეეჩვიოს და აღარ კონდეს ის განცდა იმ რეალობის ადეკვატური აღქმა რომელთანაც ახლოს არის და რომელსაც მიეჩვია ადამიანს ყველაფერის გაფუჭება შეუძლია აქედან გამომდინარე ჩვენ ვიცით როგორ ვეჩვევით ყოველგვარ სიკეთეს ის რაც ბედნიერებას გვანიჭებს ერთ წუთს მეორე წუთში აღარ გვახსოვს როცა ეს რაიმე საგანს ეხება ამ ქვეყნიურ მატერიალურ საგანს აქ ყველაფერი კარგად არის დიახაც ჩვენ უნდა დავივიწყოთ ეს და წარსულს ჩავაბაროთ მაგრამ როდესაც თუნდაც ადამიანს ეხება აი მაგალითად ადამიანი ქორწინდება არის ბედნიერი იმიტომ რომ უყვარს ის ადამიანი ვიზეც ქორწინდება ცოტა ხანში ეჩვევა და იმ ბედნიერებისაგან შეიძლება ნასახიც აღარ დარჩეს და საწავიდა ადამიანი ხო საგანი აღარ არის წარსულს ჩააბარო ადამიანი ხო მარადისობას ატარებს მაგრამ ჩვენ იგივეს ვაკეთებთ ღვთისმსახურების დროსაც ადამიანები ვეჩვევით მრევლი ეჩვევა ტაძარში ავიწყდება ეს პირველი კრძალვა როგორ მოვიდა ავიწყდება პირველი შიში და კრძალვა და ძრწოლაც პირველი ზიარებისა პირველი აღსარებისა სტიხაროსანს ეკლესიის მსახურს ავიწყდება თუ რას ემსახურება და ამით ვის ემსახურება სასულიერო პირებს გვავიწყდება სად შევდივართ და როგორ უნდა შევდიოდეთ გვავიწყდება ეს პირველი კრძალვა რომელიც იყო ჩვენი ხელდასხმისას დიაკვნად ხელდასხმისას თუნდაც როდესაც წმინდა ძღვენი რომელსაც მეტნაკლებად შიში და კრძალვით უყურებდი შორიდან და კრძალვით ვეზიარებოდი როცა ხელის გულზე ჩემს ხელის გულზე დააბრძანეს დიაკნობისას დიაკვნად კურთხევისას ძღვენი დააბრძანეს ჩემს ხელის გულზე და ის კრძალვა ის ძწოლა ის შიში და ბედნიერების განცდა სიხარული ყველაფერი ერთად აღრეული როგორ ვიყავი და ეს მე გვავიწყდება გვავიწყდება ის სიტყვები რომელსაც ამ დროს გვიკითხავენ და გვესმის რომ აი ამ დღისათვის და ამ წამისათვის პასუხს ვაგებ ღვთის წინაშე თუ უღირსად ვიმსახურებ ეს ყველაფერი გვავიწყდება იმიტომ რომ როგორც გითხარით ადამიანს აქვს ეს თვისება რომელიც კიდევ ვიმეორებ ამ ქვეყნიურ საგნებთან მიმართებაში თუ კარგია მარადიულ საგნებთან მიმართებაში ის ძალიან ცუდია ანუ ყველაფრის მიჩვევის და დავიწყების უნარი ხოლო ის რაც ჩვენ თქვით თავიდან რითაც დავიწყეთ ჩვენთან არის ღმერთი და თქვენ რომ უპასუხეთ არს და იყოს სამწუხაროდ ჩვენ გვავიწყდება ესეც გვავიწყდება როდესაც ჯერ კიდევ როდის ესაია წინასწარმეტყველმა თქვა რომ ქალწული შობს და ვინც მისგან იშვება ის იწოდება ემანუელად ემანუელი ანუ თარგმანებით როგორც დღეს აღმოვიკითხეთ ჩვენთან არის ღმერთი და თუ ჩვენთან არის ღმერთი და თუ ჩვენ გვწამს და მუდამ გვახსოვს მაშინ როგორ ხდება რომ ჩვენ ცხოვრობთ ისა რომ თითქოს ჩვენთან არ არის ღმერთი დაწყებული ერის ადამიანებიდან დამთავრებული სასულიერო პირებით და უმაღლესი იერარქიით როგორ ვახერხებთ ხოლმე ჩვენ ამას ადამიანებს
ამაო ადამიანი ცოდვილია და ვერ გძნობს და ავიწყდება ამით. ვის ვერ გძნობს? ღმერთს ვერ გძნობს. გახსოვთ, გონია ახალ წელს ღამეს რო ვწირეთ და მრავლის სამარცხინოთ უნდა ითქვას, ზოგს ქონდა ობიექტური მიზეზი, მართალია, მაგრამ ზოგი სუბიექტური მიზეზის გამო არ მოვიდა. როცა მას ქონდა არჩევანი, უпростоრად არჩევანიც რო არ ქონა, არაფერი პრობლემა რო არ ქონა ადამიანს და არ მოვიდა. ეს თქვენი გამოცდაც იყო, ესეთების გამოცდა იყო. ესეთების გამოცდა იყო, როცა თქვენ არ მოხვედით. ვისაც კიდევ მეორე ქონდა არა ობიექტური, არამედ სუბიექტური მიზეზი. მრავალმა სუფრა არჩია, მრავალმა კომფორტი არჩია ოჯახში და სითბო და მყუდროება ავიწყდება, რომ აღარ გავაგზელებ. და ჩვენ სწორედ ახალ წლის სახურებაში ვთქვით, რომ ჩვენს წინ არის მუდამ არის სამი ესე მოვიხსენებდე გიგანტი, მაგრამ სინამდვილეში ორიგინალში რომ ის ღვთისმეტყველი რომელიც ამ საკითხს საუბრობს, ის სპილოს ახსენებს. ხა სპილო ცოტა მეუხერხულა, მაგრამ მე რო დავფიქრდი, რაღაც სპილო უნდა ახსენო, იმიტომ რომ სპილო დიდიც არის და მოძრავიც არის და შეუძლებელია სამი სპილოს გარემოცვაში იყო და დაგავიწყდეს ოდესმე რომ სამი სპილოს გარემოცვაში ხარ. ეს ხო აბსოლუტურად შეუძლებელია, ამიტომ მოყავს ეს სახეობითი მაგალითი. და ეს სამი სპილო ის ამბობს, რომელიც ჩვენთან სულ ყოველთვის ჩვენთან არის და ასახელებს რა არის. ეს არის ღმერთი, ეს არის ამაოება და ეს არის სიკვდილი. და სპილოს იმიტომ ახსენებს, რომ სპილო არ უნდა დაგავიწყდეს, შეუძლებელია სპილოს ვერ ხედავდე და სპილო დაგავიწყდეს, იმიტომ რომ ხო გესმით, ფსიქოლოგიურად ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. აბა რატომ ხდება ისე, რომ ჩვენ ამ სამიდან სამივე გვავიწყდეთ და ვცხოვრობთ ისე, რომ თითქოს არც ღმერთი იყოს და ეს წუთისოფელი ამაო არ იყოს და სიკვდილის თითქოს არ არსებობს. ამაზე მეტი უგუნურობა გაგონილა? და როდესაც ვთქვით, როდესაც ადამიანს ეს ბუდა მახსოვს, ადამიანი ურწმუნო ათეისტიც რომ იყოს, ის მაინც, იმიტომ რომ ღმერთი შეიძლება არ წამს, მაგრამ სამყაროს ხედავს უკიდეგანოს, რომელსაც ვერ ხსნის, გონიერი ათეისტი ხო ვერ ხსნის და ამოხსნას ეძიებს. ამაოებასაც ხედავს და სიკვდილსაც და ადამიანი იწყებს ჭეშმარიტების ძიებას. ჩვენ კი წესით ეს ჭეშმარიტება დიდი ხანი ნაპოვნი უნდა გქონდეს, ჩვენ ხო პილატეს მდგომარეობაში არა ვართ. არც იმ მდგომარეობაში უნდა ვიყოთ, ყველა საკუთარი ჭეშმარიტება რო აქვს მეთქი, მაშინ გითხარით ზუსტად კვირას, ახალ წელს. პილატეს ქემაის სადღაც ეგულებოდა ჭეშმარიტება, რომელიც არ აინტერესებდა, ხოლო ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ ეს ჭეშმარიტება. ყველა ჩვენი სიმართლე გვაქვს. ასეა თუ ისე ჩვენ ვართ ამ პრობლემის წინაშე. რომ მართალია ჩვენთან არის ღმერთი და ამის ჩვენ გვწამს, მადლობა ღმერთს, იმიტომ ვდგავართ აქ, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ გვავიწყდება. და ვცხოვრობთ ისე, რომ თითქოს იგი ჩვენთან არ არის. ეს ჩვენი მარტო ჩვენი პრობლემა არ არის. ეს პრობლემა ზოგადად ადამიანურია, მე ძალიან კარგად მესმის, მაგრამ ხომ არ შეიძლება რომ ჩვენ საკუთარი თავი ვანუგეშოთ იმით, რომ იცი რა, მე რო ესეთი ვარ, ყველა ეგეთია, ეს დაახლოებით იმას გავს, ცოდვილი ვარ ხომ არ, ყველა ცოდვილია, ეს ხომ არ შეიძლება. იმიტომ რომ მე ხო ცალკე აღებული სამყარო ვარ. მართალია ჩვენ ბუნებით ერთნაირი ვართ, მსგავსი ვართ, მაგრამ მე ხო აბსოლუტურად უნიკალური ვარ. და აბსოლუტურად თავისუფალი ყველაფრისაგან და მათ შორის სხვა ადამიანებისაგან, მათ შორის ღმერთისგან, აბსოლუტურად თავისუფალი ვარ პიროვნულად ჩემს არჩევანში. რადგან მე სრული თავისუფლება მომეცა, სრული ღმერთივით თავისუფლება მომეცა ჩემს არჩევანში, ამიტომ პასუხისგებლობაც უდიდესი მაქვს. და რადგან ჩემი თავისუფლება უსასრულო თავისუფლებაა და მას ვერავინ შეეხება, თავად ღმერთიც კი ჩემს არჩევანში, აქედან გამომდინარე ჩემი პასუხისგებლობაც უსასრულობაში გადავა და უსასრულობას განეფინება. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ ვიცხოვრებ და რაც მწამს რომ ჩვენთან არის ღმერთი, რომ იმის შესაბამისად ვიცხოვრ. გუშინ საცისკროს სახარებაში ერთ-ერთი საცისკროს სახარება იყო, რომელიც ჩვენ აღმოვიკითხეთ და ეს თქვენ იცით ეს სახარება, როდესაც უფალი დახშულ კარში შედის, როგორ აჩვენებს, მოციქულებს თავის თავს,
შემდეგ თომა მოციქულს რომ მარჯერა და თომა მოციქულიც რომ არის მათთან ერთად კიდევ ერთხელ მივა უფალი მათთან ერთად. და იქ არის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც მე ვფიქრობ ჩვენს სულს და ჩვენს გულს და ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებას წაადგება. პირველ რიგში ის რომ ეს დახშულ კარზეა საუბარი და მე გახსოვს ადრე აღმოგიკითხეთ როგორი უნდა იყოს მღვდელი და მოძღვარი როგორი უნდა იყოს. და ერთ-ერთი ღვთისმეტყველი ამბობს რომ აი მოციქულებს იხსენებს დახშულ კარში რომ დახშულ ოთახში რომ იყვნენ მოლოდინის მდგომარეობაში. რა მოხდებოდა და პირველი გამოცხადების მერე უფლისა უკვე კონკრეტულად უფლის მოლოდინის მდგომარეობაში მათ შორის თომა მოციქულიც რომელსაც უკვე უთხრეს დანარჩენმა მოციქულებმა რომ უფალი მოვიდა სწორედ აი აქ ამ ოთახში დახშულ კარში როცა ვიყავით. აი ამ დახშულ და ჩვენ ვიცით საუნჯე ოთახი სიმბოლო არის ჩვენი გულისა. და როგორ ამბობს ეს ღვთისმეტყველი თუ არ ვცდები რომელიღაც წმინდა მამა იყო მე ვეღარ ვიხსენებ რომ აი როგორი უნდა იყოს მღვდელი და მოძღვარი უნდა თავის გულის სენაკში იყოს შიგნით შესული და კარი კონდეს დახშული ამა სოფლის ამაოებისაგან და მუდამ იყოს მოლოდინის მდგომარეობაში და მზადყოფნაში რომ როცა უფალი დააკაკუნებს კარები გაუღოს და შევიდეს მიიღოს უფალი ყოველი გულის კართან მდგავარ და ვრეკ ეგების ვიღაცა მისმინოს. აი ამ შიგნით ყოფობას გულისხმობს ის წმინდა მამა რომ აი ესე უნდა ვიყო და არა მარტო მღვდელი რა თქმა უნდა არამედ ნებისმიერი ადამიანი, იმიტომ რომ ყოველი ადამიანი ხომ სულიერი მღვდელია როგორც ადრეც გითხარით. აი ეს მდგომარეობა და უფლის ხმა აი ამ მოლოდინიდან გამომდინარე. მოციქულები რა მდგომარეობაში არიან? მათ არ შეუძლიათ, მათ აღარ შეუძლიათ ქრისტეს გარეშე მყოფობა. მაცხოვარი მოკლეს. ისინი აი მე არ ვიცი რა დავარქვა ამ მდგომარეობას, მაგრამ არიან ისე რომ ისე ყოფნა მათთვის არის შეუძლებელი. ისინი ვეღარ იცოცხლებენ, ისინი ვეღარ იარსებებენ. შეუძლებელია მათთვის, იმიტომ რომ მათთვის ყველაფერი დამთავრებულია, თუ მაცხოვარი მათ გვერდზე არ არის, იმიტომ ყველაფერი რაც კი შეიძლება კონდეს ადამიანს სიცოცხლესთან წილნაყარი, ყველაფერი მაცხოვარს უკავშირდება და მაცხოვარი მოკლეს. მათ არაფერი აღარ აქვს. ფაქტობრივად ისინი ცოცხლები არ არიან. შეიძლება ასე ითქვას, ისინი მოკვდნენ ქრისტესთან ერთად. იმიტომ რომ ყველაფერი კიდევ ვიმეორებ უკავშირდება, მათი ყველაფერი ქრისტეს უკავშირდება. მთელი ცხოვრება, ყველაფერი დატოვეს. და აი ამ მდგომარეობაში მყოფნი მოლოდინის მდგომარეობა აქვთ. და აი ამის გამო რომ მათ ქრისტეს გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია, რომ მათი სიცოცხლე მთავრდება თუ ქრისტე მათთან არ არის. აი ამ მდგომარეობაში ისინი იღებენ ღვთისწყალობას, ხედავენ და იღებენ კურთხევას, მშვიდობა თქვენთან. როგორ გვაკლია ჩვენ ეს ქრისტეს მიერ მშვიდობა? როგორ გვაკლია, როგორ გვიჭირს მის გარეშე? როგორი გაუსაზლისი ხდება ქრისტეს მიერ მშვიდობის გარეშე ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ამ ქვეყნიური არსებობა. არც ერთი წამი არ არის ბედნიერებასთან წილნაყარი თუ ქრისტეს მიერ მშვიდობა არ არის ჩვენთან. შემდეგ ისინი ხდებიან ჭვრეტელი, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ისტორია, რომელიც რეალურად მოხდა, დაიწერა არა იმიტომ მხოლოდ ჩვენთვის რომ მოხდა და ჩვენ გავიხსენოთ, არამედ იმიტომ რომ ჩვენ თანამონაწილე ვიყოთ ამისი. ამიტომ რასაც მოციქულები თვალით ხედავენ, ჩვენ ეს უნდა ვიგულისხმოთ ჩვენ თავზე, ოღონდ ჩვენ უნდა გქონდეს, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გაამჭვრიტოთ ის ყოველივე რაც მოხდა. სულიერ თვალით დავინახოთ. ამის შესაძლებლობა ადამიანს აქვს. და მათ განიცადეს, იხილეს, იმიტომ რომ უფალი აჩვენებს მათ ხელებს, გვერდს და აქედან გამომდინარე მათ სიხარული აქვთ, იხილეს რა უფალი. ხედავთ,
ქრისტეს გარეშე ცხოვრებას აზრი არ აქვს. ჩემი ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი უკავშირდება ქრისტეს და მხოლოდ ქრისტეს, იმიტომ რომ ის არის ღმერთი და თან ჩემთან მოსული. ის არის სწორედ რასაც წეგან თქვით, ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთი ანუ წყარო სიცოცხლისა, წყარო ბედნიერებისა, ცხოვრების საზრისი, ჩემი ადამიანური არსებობის მიზეზის და საზრისის და ყველაფერი თუ რამე შეიძლება სასიკეთო წარმოვიდგინო და ის არის ჩვენთან არის ღმერთი, ჩემთან არის. ამიტომ ის გარეშე ჩემ სიცოცხლეს, ჩემ ცხოვრებას, ჩემ სუნთქვას, ჩემ საჭამას, დაძინებას, ყველაფერსაც ჩემ ადამიანობას უკავშირდება აზრი არ აქვს. გვაქვს კი ეს ჩვენ განცდა. ჩვენ გვაქვს ეს განცდა, რომ ქრისტეს გარეშე არაფერს ჩვენში აზრი არ აქვს. არანაირ ამ ქვეყნიურ ბედნიერებას, დაოჯახებას, შვილების ყოლას და აღზრდას, მამულის შვილობას, ნებისმიერ მოღვაწეობას, ამ ქვეყნიურს არაფერს აზრი არ აქვს. თუ მე არა ვარ ქრისტესთან ერთად, ანუ თუ არ არის ჩემზეც ნათქვამი, რომ ჩვენთან და აი შენთანაც არისო ღმერთი, თუ ეს ჩემზე არ არის. ჩვენ ცხოვრობთ ესე. მე ცხოვრობ ესე. მე მაქვს ეს განცდა ყოველ წამს თუ არა მაქვს. შენ გაქვს ეს განცდა ყოველ წამს თუ არა გაქვს. შენ აქედან გადიხარ, ყოველთვის ამით ხარ აღსებული თუ არა ხარ ყოველთვის ამით აღსებული, რომ შენს ქრისტეს გარეშე შენ სუნთქვასაც კი აზრი არ აქვს. და თუ ვინმე იტყვის, რომ ეს ნამეტანია, მე ვიტყვი, რომ ამ ტაძარს 3 კარები აქვს. როგორც მოხვედით, ისე უნდა წახვიდეთ, იმიტომ რომ ეს ქრისტიანობაა და სხვა ქრისტიანობა არ არსებობს და აქ რადგან მოვედით და გვაქვს სურვილი ვიყოთ ქრისტიანები, მხოლოდ ეს არის ქრისტიანობა. რომ ქრისტეს გარეშე არც ერთ წამს ჩვენი არსებობის აზრი არ აქვს და ეს განსაკუთრებულად გამოვლინდება მაშინ, როდესაც დადგება წამი ჩვენი ამ ქვეყნიდან გასვლისა. როცა აბსოლუტურად ყველაფერი აზრს დაკარგავს მართლა როგორც გითხარით და მხოლოდ ერთს ექნება აზრი, ვარ თუ არა ქრისტესთან ერთად და ჩვენთან არის ღმერთი, თუ იყო ეს სიტყვები ასე, ჩემთან არის ღმერთი. ის ერთ-ერთი სპილო სწორედ სიკვდილია, რომელიც არ გვახსოვს. აი, როდესაც მე ამგვარ მოლოდინში, იმიტომ რომ ეს რასაც ახლა მე ვამბობ, ეს არის იდეალი და მე ვიცი რომ ესე არ მაქვს. ამიტომ მე მუდამ ვისწრაფი აქეთკენ რომ ეს მქონდეს. ამაში ვლინდება ჩემი ქრისტიანობა. თუ ეს სწრაფვა არ მაქვს, ამგვარ მდგომარეობას მივაღწიო, მაშინ მე ქრისტიანად არ ვიწოდები, საკუთარ თავი არ უნდა მოვატყვილო. ხოლო თუ ეს მზაობა მაქვს, რომ აი ამგვარად ვიცხოვრო და მე ეს მინდოდეს და როცა არ მაქვს, მე ეს მაწუხებდეს, მაშინ დადგება დრო, როდესაც მე მივიღებ ღვთის კურთხევას. მაშინ და ხო, რაც შეეხება დახშულ და მაშინ სად უნდა მოვძებნო ეს მდგომარეობა? სად უნდა ვისწრაფო და როგორ? რა თქმა უნდა, გულში ეს სწავლება პირდაპირ მაცხოვრისგან არის. სასופველი თქვენს გულში ეძებენ. არ შეიძლება აგრიგოლ პალამა ამბობს, არ შეიძლება ჩვენი პირდაპირ ასე ამბობს. ჩვენი სხეულის გარეთ გასვლა და იქ სადღაც რაღაცის ძიება. ჭეშმარიტების, სიმართლის, სიკეთის, ბედნიერების, მით უმეტეს ღმერთის სხეულის გარეთ არ უნდა გახვიდე. იმიტომ რომ შენ მოგცა ღმერთმა ეს ბუნება და შენი მარადისობა, რომელიც შენ სხეულშივია, შენ სულშია, რომელიც შენ სხეულთან ერთად არის, ეს სივრცისა და მატერიის ნაწილი გიკავია ამ დროში და იქ სწორედ ყველაზე ძვირფას ადგილას შენთვის სამყაროში, შენს გულში უნდა იყოს შენი ძიება მუდამ ღმერთისა. არ უნდა გახვიდე გარეთ. ეს ადვილი არ არის. ეს ძალიან რთულია. ჩვენ სულ სადღაცა ვართ. არა მარტო იმით, რომ გონება გაგვირბის, არამედ იმითაც, რომ როდესაც ღმერთს ვესაუბრებით, ცაში ავდივართ, როცა ხატთან ვდგავართ, ხატთან მივდივართ და ასე შემდეგ. ჩვენ არა ვართ ჩვენ შიგნით. ეს არის სერიოზული პრობლემა. ქრისტიანისათვის, იმიტომ რომ სანამ ადამიანი ვერ მიხვდება, რას ნიშნავს მაცხოვრის სიტყვები სასופველი თქვენს გულში ეძებეთო. მანამდე ჩვენ ვერ ვისწავლით მასთან ურთიერთობას, ვერ ვიპოვით მას. და ვიქნებით პასიურ მდგომარეობაში, შეიძლება ხიბლის მდგომარეობაშიც აღმოჩნდე. იმიტომ რომ მეგონოს, რომ სადღაც ვიპოვე ღმერთი და მასთან ურთიერთობა მაქვს. ის სადღაც ვერ იპოვე. ის მხოლოდ საკუთარ თავში არის საძიებელი. ესე თქვა უფალმა და იმიტომ. აი, როდესაც მე ამგვარად ვიცხოვრებ და ვეცდები ვიცხოვრო, მე მექნება მისი კურთხევა, მშვიდობა თქვენთან.
ეს მშვიდობა ქრისტეს მიერი მშვიდობაა, რომელიც უბრალოდ ნერვული სისტემის დამშვიდებას და მშვიდ მდგომარეობაში ყოფნას კი არ გულისხმობს. არამედ ეს უპირველეს ყოვლისა გულისხმობს იზოლირებას, ერთგვარს, განცალკევებას, ჩემი შინაგანი სამყაროსი გარეშფოთისაგან, ამასოფლის ღელვათაგან. როდესაც ვერანაირი საცდური ჩემ შინაგან სამყაროს ვერ შეარყევს. მე ადრეც გითხარით გახსოვთ, როდესაც ჩემ ყველაზე მთავარს ჩემში აქვს ავტონომია. ერთგვარი ავტონომია, როდესაც ვერაფერი გარეგანი ვერ შეაშფოთებს, ვერ შეარყევს, ვერ აცდუნებს, ვერ შეაშფოთებს და ვერაფერი ვერ ჩადგება გარეგანი ჩემსა და ღმერთშუა. იმიტომ რომ თუ მე ჩემსა და ღმერთშუა რაიმეს ჩავაყენებ, იმ წამსვე ჩემთვის ქრისტეს ღვაწლი გაუფასურებულია, იმიტომ რომ ქრისტემ დაამარცხა სწორედ ის ბოროტება, რომელიც ჩემსა და მას შორის, ღმერთს შორის დგებოდა. და გაუვალზღუდეთ იყო ჩემთვის. დაამარცხა ეს ბოროტება, იგი გაუვალზღუდი აღარ არის, თუ მე კვლავ არ შევავსე რაიმე ცუდით და ბოროტით, რა თქმა უნდა, ჩემსა და ღმერთს შორის არსებული ეს სივრცე. ამიტომ ეს მშვიდობა სწორედ მაგას ნიშნავს, რომ ჩემსა და ღმერთშუა ვერავინ ვერ დადგება. ეს ღვთისმადლი და კურთხევაა, რა თქმა უნდა, მაგრამ იღებს ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როგორც გითხარით, როცა ის ამისთვის ემზადება. როცა ადამიანს აქვს ეს კურთხევა, აი მაშინ იხილავ მას და ხელ მას, მაგრამ მას არაზოგადად. ესე, უფრო სწორედ მას იხილავ, მაგრამ არა ნიუანსია. ხელი და გვერდი, ანუ ჭრილობებზე აქცენტი. ნახეთ, იხილავ ღმერთს, როგორც იხილავ, ეს გულის ხილვაა, გულის თვალია, სულიერი ხედვა. ეხლა ეს სხვა თემაა და ამას ეხლა არ ჩაუღმავდები. მაგრამ ოღონდ ერთი ხაზგასმა აუცილებელია მაინც, იმიტომ რომ ვერავინ იხილავს ქრისტეს თუ თვითონ არის სწრაფის მორჩილებისა და თავდაბლობისაკენ. თავდაბლობა საკუთარი თავის ადეკვატური აღქმა. ეს არის ერთადერთიც თავდაცვა ხიბლისაგან, რომ არ გეგონოს, რომ ქრისტესთან საუბრობ და არ იყოს ეშმაკი. ესეც ხდება ხოლმე, ჩვენ წაგვიკითხავს. ანუ მისი მსგავსებისაკენ უნდა ისწრაფოდე თავდაბლობით და არა რაღაც გარეგნულის აღსრულებით. ხოლო თავდაბლობა რა არის? ეს კიდე ცალკე საიდუმლოებაა, რომელიც ასევე საჭიროებს გაგებას. და როდესაც ხილვაზეა საუბარი, ხელი, გვერდი, ანუ ჭრილობებზეა საუბარი. თომასაც ჭრილობებს აჩვენებს. და მე წერია განიხარესო, მოწაფეთა იხილეს რა უფალ. რა თქმა უნდა, უფლის ხილვა სასიხარულო იქნებოდა მათთვის და ჩვენთვის, მაგრამ აი ამ სიხარულს წინ უსწრებს უფლის ჭრილობების ხილვა, რომელიც უფალმა დაიტოვა. რატომ დაიტოვა უფალმა ეს ჭრილობები? რატომ? ამით კიდევ ერთხელ ვლინდება მისი ჩვენ და მის სიყვარული. მისი სხეული, ეკლესია მისი სხეულია მისტიური. ჩვენ ბრძოლაში ვართ. ბუნებრივია, რომ ჭრილობები ჩანდეს, ლოგიკურად გასაგებია ერთის ხრივ, მაგრამ თვითონ მას ხო აღარაფერი აღარ უნდა სტკიოდეს. საღვთისმოწყალო სწავლებით არც სტკივა, მაგრამ აი სტეფანეს წამოუდგა, ჩვენ ვიცი. მეორე ხრივ, ჩვენ ვიცით, რომ სულიერ ცხოვრებაში დრო არ უნდა იყოს ჩვენთვის. ჩვენ როცა ვეზიარებით 21 საუკუნეში კი არ ვეზიარებით, ჩვენ საიდუმლო სერობის მონაწილენი ვართ. ხოლო საიდუმლო სერობა არის კავშირში გოლგოთასთან. რომ არ დაკლულიყო ქრისტე, ის თავის ხორცს და სისხლს არ მოგცემა. მართალია მოციქულებს მანამდე მისცა თავის ხორცი და სისხლი, სანამ ჯვარზე აღესრულებოდა, მაგრამ ეს იმიტომ, რომ წმინდა სერობის, საიდუმლო სერობის ზესამყაროული, ზედროული მნიშვნელობა წარმოაჩინა. ზედროული მნიშვნელობა წარმოაჩინა. რომ ამითა წარმოაჩინა უფალმა, რომ საიდუმლო სერობა, რომელიც წესით ლოგიკურად უნდა აღსრულებულიყო მისი აღდგომის მერე, რაც ასევე აღასრულა უფალმა თუნდაც კლეოპასთან და ლუკასთან. მაგრამ მან აღასრულა მანამდე, ზევდროულობის წარმოსაჩენად. რომ ეთქვა, რომ ის რაც ეხლა სრულდება, არის ის, რაც ეკუთვნის არა ამ დროს და არა ამ წამს, როცა თქვენ მას იღებთ, არამედ მარადისობას და დღევანდელ დღესაც ეკუთვნის. ამიტომ, როდესაც საუბრობთ უფლის ტკივილებზე,
რადგან ჩვენ მაზიარებელი ქრისტიანები ვართ და საიდუმლო სერობის მონაწილენი ვართ ყოველთვის, როცა აქ მოვდივართ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის ვერ იქნება, ჩვენ არ შეიძლება ყურადღება არ მივაქციოთ და ჩვენ არ გავითავისოთ უფლის ტკივილები. და აი ეს უცნაური სიხარული, უпроსტოდ გასაგები სიხარული, მაგრამ აი ეს კავშირი. ქრისტეს ტკივილები იხილეს და მათ გაიხარეს. კიდევ ვიმეორებ, ლოგიკა გასაგებია. ეტკინა უფალს, მოკლეს, გაცოცხლა, აღსდგა და მათ უხარიათ, მაგრამ მეორეს ხო ხაზგასმა წმინდა წერილისა. ჭრილობები და სიხარული, ჭრილობები და სიხარული და ეს უკავშირდება თომა მოციქულის სიტყვებს. უკეთო არავიხილო, ხელთა მისთა სახე, იგი სამსჭვალთა და დავხსნე თითნით ჩემნი ადგილსა მას, სამსჭვალთა ისა და დავსდვა ხელი ჩემი გვერდსა მისა არასადამ რწმენეს. ნახეთ, თომა მოციქული რა სიტყვა. თომა მოციქული ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოციქულია უფლის. მაგრამ ადამიანია ცოდვილი, დაცემული ბუნებით, ჩვენნაირი და ნახეთ მისი მდგომარეობა და პოზიცია, მდგომარეობა უпроსტოდ, პოზიცია ცუდი სიტყვა, მდგომარეობა როგორია? თუ მის ჭრილობებს არ ვნახავდა, ხელით არ შევეხები, არ ვირწმუნებ. კითხვა, რათა არ ვირწმუნებ თომა? რათა? განაშენ არ იცნობდი უფალს ამდენი ხის განმავლობაში. განაშენ არ გახსოვს, როგორ ამბობს, რომ ვინც მე მიხილა, მამა იხილა. განაშენ არ გინახია მისი უსასრულო სიყვარული და ვერ მიხვდი, რომ ამ უსასრულო სიყვარულის მქონე პირი მხოლოდ ღმერთი შეიძლება ყოფილიყო. შენ ხო მოციქული ხარ, შენ ხო გიყვარს, შენ ხო ესი ახლოს ახარ, შენ ხო რელიგიური ადამიანი იყავი ყოველთვის, შენ ღმერთს ეძებდი, ღვთისმაძიებელი იყავი. მარტო ნათანაელი ხო არ იქნებოდა ღვთისმაძიებელი, თომაც ხო ღვთისმაძიებელი იქნებოდა, აბა როგორ მოხდებოდა ისე, რომ თელ საზოგადოებას გადაინტერებდა და სიგლახაკის მოძღვარს გაუხდებოდა მოწაფეთ. სიგლახაკის მოძღვარი ეს ვნებიშვიდოულში საკითხებიდან არის ეს სიტყვა. იუდაზე როცა საუბრობს ეკლესია. როგორ მოხდა ისე, რომ შენ ვერ იცანი თომა? და ნახე, როგორ ითხოვ, ხო? სანამ ესე იგი მის ჭრილობებს არ ნახავ, არ ვირწმუნებ. 10 მოციქული გეუნება, რომ ეგრეა. მენასაცხებელი დედები გეუნებიან, რომ ეგრეა. მაინც არ იღებ. ამაში ბევრი პლუსიც არის, მას უნდა რომ განიცადოს, გამოიძიოს, ეძიოს, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მაინც ვერსად ვერ გავექცევით იმ სიტყვებს, რასაც მე უფალი მას ეუნება, ნუ იყოფი ურწმუნო. ჩვენ თავზე ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ მორწმუნეები, აბა როგორ ვართ? მორწმუნეები ვართ, მაგრამ თომას ეუბნება, ნუ იქნები ურწმუნო. თომას რო ურწმუნოს ეუბნება უფალი, ცოტა სასაცილოდ არ ჟღერსო, მე ვამბობ, მე ვარ მორწმუნე. მართალია მორწმუნე მღვდელი ვარ, მოდი ესე. სასაცილოდ არ ჟღერს. თომას თუ ეუბნება, ნუ იყოფი ურწმუნო. ზედაპირულად მოაზროვნე ადამიანი იტყვის, რომ რას ამბობ, მამაო, თომამ რაც არ იცოდა, მე ვიცი და მე მწამს. გწამს. შენ გწამს მანამ, სანამ ეს ცხოვრება თავზე ხელს გისვავს და გეფერება. საკმარისია მოვიდეს ჯვარგწერია განსასწრელი, აი მე როგორ ილაპარაკებ, იმასაც დავინახავ. რას ქვია მწამს? ჩვენ გწამს მანამ, სანამ იობივით ყველაფერი კარგად გვაგდა, როცა თავზე დაგვემხობა, მე აღარ შეიძლება აღარ გწამდეს. და ამის მაგალითები ერთი და ორი ყოფილა? როგორ რა, თავზე დაგვემხობა კი არა, პატარა პრობლემები და იწყება ღმერთმა მიმატოვა, იწყება დრტვინვა, იწყება გაუსაძლისი მდგომარეობა სულიერი. გწამს. მე ასე მგონია, რომ აი უფლის აი ამ სიტყვებში, რომ ნუ იყოფი ურწმუნო და შემდეგ სიტყვებში, რომ ნეტარ არიან რომელთა არა უხილავ და ვრწმენე, აი ამ სიტყვებში ქრისტეს ტკივილია. რომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ის ხო ძალადობით არ მოსულა. რა უნდა ღმერთისათვის, რომ შეაზრწუნო, შეაზანზარებს სამყაროს და მობრიცავს ამ ზეცას და გეტყვის, რომ მე ვარ და მოდი და თუ ბიჭი ხარ, თქვი რომ არა ხარ. რა პრობლემაა? არც არაფერი. მაგრამ არა. უფალს ძალადობა არ სურს, უფალს სურს თავისუფლება შეგვინარჩუნოს და ვერაფრით ვერ მიხვდები ლოგიკურად. ადამიანი ხა გასაგებია სად ჩვენი გონება სად ღმერთისა, მაგრამ ადამიანიც კი ადამიანი რატო ჩვენ გვაქვს პრეტენზიები ხანდახან, რომ რატო ისი არა, რატო ასე არა. ლოგიკურად აბა
მითხარი რა უნდა ექნა ღმერთს რომ შენ დაგენახა ხშირად გვითქვავს ახლა პირველად არა მომიფ ამას აი ესე რო ექნა რა წეღამ თქვი ამას აფასი ექნებოდა შენთვის შეხო იგივე და მე ხო იგივე ნაგავი დავრჩებოდი რაც ვიყავი და გარეგნულად ო აბა რას ვიზავ ხო მჯერა შენთან ავარ უგუნ არაფერი არ მომივიდეს და ყველაფერზე თანახმავა მაგრამ შინაგანი ცვლილება ხო არ მოხდებოდა შინაგანი ცვლილება ხო მხოლოდ თავისუფალი არჩევანით ხდება ადამიანში და სიყვარულით და ხო და უფალმა დაგვანახა სრული სიყვარული სისავსე სიყვარულის ყველაფერი გააკეთა ამისათვის მაგრამ ერთ-ერთი სოფელია ხო სამარიტელების თუ არ ვცდები სადაც არანაირი სასწაული არ მოუხდენია უფალს და იმ ადამიანებმა ირწმუნეს სიტყვით სიყვარული დაინახეს აგერ მოციქულები არიან ყველაფერი გააკეთა უფალმა სიყვარული ეჩვენებინა მათთვის ძალმოსილებაც სხვათა შორის ცოტათი ანახა მაგრამ ისინი მაინც ვერა და აი სანამ აი სანამ არ ხელს არ შევახებ სანამ არ დავინახავ და მე მგონი აი ამ სიტყვებში მიყოფი ურწმუნო არამედ ნეტარარიან რომელთა არაუხილავ და ვრწმენე ქრისტეს ტკივილია რომ ყველაფერს ვაკეთებ რომ დაგანახო რომ მე ვარ ღმერთი რომელიც იწოდება სიყვარულად ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის შემდეგ პავლე მოციქულს ვათქმეინებს სულ რომ სჯული გაუქმდა იმიტომ რომ სიყვარული მოვიდა მაგრამ არ გამოდის არაფერი ადამიანი ისია გაქვავებული ჩვენ ისე ვართ გულ გაქვავებულნი რომ ვერა და ვერ ვხედავთ და არ შეგვიძლია ვიცხოვროთ მხოლოდ ქრისტეთი არ შეგვიძლია ჯერ ერთი როცა ამბობ მხოლოდ ქრისტეთი თითქოს ქრისტე რამეს გვართმევდეს თითქოს რამეს გვიგრძალავდეს რასაც სინდისი გვიშვებს სხვა დამოკიდებულებას მოითხოვს და სამწუხაროდ ერთხელ რაც მას მოდი ესე ვთქვათ ადამიანურად წასცდა როდემდე ვიყო მე თქვენთან აი ამ სიტყვებს ეს სიტყვები ყველას გვეკუთვნის მე მეკუთვნის როცა უყურებს ჩემს უსჯულოებას აი ამ უსიყვარულობას სულ ამბობს ჩემზე ალბათ უფალი როდემდე ვიყო მე ახლა აი ამ ცოდვილ მღვდელთან როდემდე ჩვენ უნდა ვისწავლოთ უფლის ძიება ვისწავლოთ საკუთარ თავში როგორც წეგან გითხარით გარეთ არ უნდა გავიდეთ სხვათა შორის კიდევ ადამიანის გონება ტვინი არ არის და განჟისუნარი არ არის ხშირად მithქვავს გონება ჩვენი სულის უმაღლესი ნაწილია რომლითაც ყველაზე მეტად ავლენს ჩვენი პიროვნება საკუთარ თავს გონება და ქრისტიანობა გვასწავლის რომ გონება არ უნდა იყოს ტვინში განჟის უნარში გონება უნდა იყოს გულში გული გონიერი გაგვიგია ხო თანამედროვე ფსიქოლოგებმაც იციან ეს როცა საუბრობენ ემოციური ინტელექტზე ანუ თანამედროვე ფსიქოლოგები დღეს საუბრობენ არა უბრალოდ ინტელექტზე, არამედ უმაღლეს ღირებულებად სახავენ ემოციური ინტელექტს, ანუ როცა არიციან ახლა ეს ქრისტიანული სწავლება, მაგრამ რაღაცას მიაგნეს, რო ხვდებია რომ ცივი გაანჟა არაფრის მომცემი არ არის და ადამიანისათვის და არც სამყაროსათვის სიკეთის მომტანი არ არის. იმის შემდეგ რაც ცოდვამ დაგვამახინჯა და გაგხვდა ისეთი რომ ვეღარ ვხედავ რა უნდა ქნას ღმერთმა და მაინც ვერ ვხედავთ. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ჩვენი ბუნების დამახინჯება და ეს დამახინჯება ერთ-ერთი რაშიც ვლინდება არის ის რომ ჩვენი თავარი რაც არის ჩვენში გონება არის განჟის უნართან მიწეპებული და არა გულთან სადაც სიყვარულია ეს კომპიუტერია თავში მეტი არაფერი გარე სამყაროსთან კავშირს ამყარებს პროცესორი ერთგვარი და ქრისტიანული ასკეტიკა გვასწავლის იმას რომ როგორმე მოხდეს ის რომ ჩვენი გონება იყოს არა განჟის უნართან, არამედ გულთან იყოს. გულთან იყოს და მთელი სულიერი ცხოვრება არის ასკეტიკა, არის აქეთკენ მიმართული. ამაზე ჩვენ გვისაუბრია, მომავალშიც ალბათ ვისაუბრებთ, უბრალოდ ჩვევა ადამიანის ხო აქვს გარკვეული ჩვევები და ეს ჩვევა უნდა გამოვიმუშაოთ, რომ ჩვენი ყურადღება იყოს კერძზე, გულის ზედა ნაწილში.
ლოცვის დროს განსაკუთრებულად. სადღაც არ ვიყოთ, არამედ აქ ვიყოთ. ლოცვის დროს და ისედაც უნდა ვისწავლოთ, იმიტომ რომ ადამიანი ხო წესით სულ უნდა ლოცულობდეს, ხო წესით, ახლა ჩვენ არ შეგვიძლია შეიძლება ეს, მაგრამ ჩვენ უნდა ხო ვსურდეს ამის გაკეთება. ამიტომ ეს კეთილიჩვევა გამოსამუშავებელია ყველა შემთხვევაში, რომ ვისწავლოთ ჩვენ შიგნით ყოფობა. ამის გარეშე არ გამოვა არაფერი. სულეთია ფსალმუნებს კითხულობ, იესოს ლოცვას ამბობ თუ რაც ყოველთვის უნდა ეს გქონდეს. ღმერთზე როცა ფიქრობ, სახარებას როცა კითხულობ, წირვაზე როცა დგახარ. დამერწმუნო წირვაზე დგომა ესეთი იოლია, რომ 3 საათი კი არა, 33 საათი იდგები. ისე რომ შეიძლება დაღლა ვერ იგრძნო, თუ იქნები გულში. და ვისხუროთ ქრისტიანულად და ქრისტიანული ცხოვრება კიდე იმისათვის რომ აი ეს დახშულ კარში ვიყოთ და ეს კურთხევა მივიყოთ და ღვთის მხილვის ღირსი გავხდეთ და უფალს გული არ ვატკინოთ, ქრისტიანულად უნდა ვიცხოვროთ. ქრისტიანული ცხოვრება ეს არის თუ ადამიანი ცხოვრობს ქრისტიანულად ორი მიმართულებით ავლენს საკუთარ თავს. ეს არის და სხვათა შორის ორივე მიმართულებით საკუთარ თავს ავლენს სიმდაბლით. სიმდაბლის გარეშე ღმერთმა დაგვიფაროს. ან მოყვასთან ურთიერთობა და ან ღმერთთან ურთიერთობა. ლოცვა ზიარება, სიმდაბლე რა არის? არ ვიცი. ეს არის საიდუმლოება, იმიტომ რომ ეს ღმერთისთვისება, მშვიდ და მდაბალგულით, მაგრამ ჩვენ თუ არ ვეცდებით გავიგოთ, ეს არის საკუთარი თავის ადეკვატური აღქმა, დაცებული ბუნების ხედვა, საკუთარი უსუსურობის ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთთან ყოფნა არ ძალგეს და ასე შემდეგ სიმდაბლეს ვინც მოიპოვებს იმას განკითხვის უბრალოდ გამორიცხულია. გამორიცხული ადამიანმა დაბალ ადამიანს სხვა განიკითხოს. ანუ სანამ ჩვენ განვიკითხავთ, სანამ ჩვენ სხვას ქედმაღლურად ზემოდან უყურებთ, სანამ საკუთარი თავი გონია სხვაზე უკეთესი, ჩვენ შორსა ვართ სიმდაბლისაგან. ამ საღვთო თვისებისაგან, ამ საღვთო სათნოებისაგან, მაგრამ ეს უნდა ვისწავლოთ. ამისათვის აუცილებელია ქრისტეს ვუერთგულოთ მის ცნებებში და დავინახოთ, რომ ჩვენ ეს არ შეგვიძლია. ადამიანი, რომელიც ქრისტეს ერთგულებას ცდილობს, აუცილებლად აღმოაჩენს, რომ მას ეს არ შეუძლია და აქედან იწყება სიმდაბლის გაკვეთილები ჩვენთვის. მოკლედ, სიმდაბლეში უნდა ვლინდებოდეს ეს და საკუთარი თავის უღირსებაში ასევე და ადამიანთან როგორ ვლინდება, თუ მით უმეტეს სიმდაბლეში ვლინდება, ხო? ანუ თუ მე ქრისტიანულად სწორად ვცხოვრობ, ყოველი ადამიანი არის ჩემი მოყვასი. ყოველი, სულ ერთია. განურჩევლად ეროვნული და რელიგიური კუთვნილების. არ დაგვავიწყდეს, არ აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნების არის, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი რელიგიის წარმომადგენელია. სულ ერთია, ყველა არის შენი მოყვასი. იმიტომ რომ თითოეული ადამიანი არის ქრისტეს ხატი. თუ ეს არ გახსოვს, თა მეზობლები არ ოჯახის წევრები სიყვარული არ შეგვიძლია. ოჯახის წევრები ხო ჩამოვთვალო? ხო ვიცით როგორ ხდება ხოლმე? რაზეა ლაპარაკი? ამაზონის ჯუნგლებში რო იქ ჯერ კიდევ ველური დარბის ის მეყვარება მე? როგორ შეიძლება? როცა ეს ამ ხელა სიმაღლეზე ვიყო, როდესაც ოჯახის წევრის სიყვარული არ შემილია, მაგრამ თუ ეს არ მაქვს, უпростоრე თუ აქეთკენ არ მივისწრაფი, ჩემი ქრისტიანობა ეჭვის ქვეშ დგება. ამიტომ ყოველი ადამიანი უნდა ვიცოდე, რომ ეს არის ჩემი მოყვასი. იმიტომ რომ ჩემი უტკბილესი იესოს ხატია. ხატია. თუ მე უფლისაკენ მივისწრაფი, ყოველი ადამიანი ხატია. ღმერთსაც შეეხება ჩემი დამოკიდებულება ღმერთთან. თუ მე ქრისტიანულად ცხოვრობ, ესე იგი ერთი მიმართულება ადამიანისკენ ადამიანისადმი დამოკიდებული და მეორე მიმართულება ღვთისადმი დამოკიდებულება. რაც შეეხება აი ამ მეორეს, მეორე როგორ რაში ვლინდება მეორე? ძალიან მარტივია, ხო? ცნებების აღსრულებაში. ჩვენ ყველანი ცნებებს ვასრულებთ. არ მბრუშობთ, არ ვყაჩაღობთ, არ ვიპარავთ. ცდილობთ ცილი არ დავწამოთ, თუმცა ეს ნაკლებად გამოგვდის და კერპებს თაყვანს აარცევთ. ეს ყველაფერი ხიბლის მდგომარეობაა. მბრუშობთ კიდევაც, ვიპარავთ კიდევაც. ცილსაც ვწამებთ. კერპებსაც ვქმნით და იმ კერპებს ხანდახან ღმერთის სახელს ვარქვე და ყველაფერსაც ჩავდივართ. და თუ ვინმეს გონია რომ ეს არ არის, ძალიან მწარეცდება. მაშინ ფრთები ამოქსულია და ეგ არის. და იცით, აი ის რომ ჩვენ აღარ ვლაპარაკობთ 9 ნეტარებაზე.
და ახალი აღთქმის ძველი აღთქმის ჩამოთვალე და იქ არ ვარგი ვარ და ახალი აღთქმის ნეტარებებიდან ცნებები რო ჩამოვთვალოთ სად დავიმალებით მე არ ვიცი იმდანაც შევწხვება წესით ესე უნდა იყოს რაც შეეხება თუ ეს რომ ესია როგორ მივხვდეთ მე ჩემ თავზე ვიტყვი თუ შეიძლება და მე ჩემ თავზე ვიტყვი და მე თქვენ განსაჯეთ თქვენ როგორ ხართ მაგალითად როდესაც გახსოვთ ერთხელ რომ გითხარით ერთ-ერთი მაღალი იერარქი უცხოეთში როგორ შეაფასეს მეთქი ერთ-ერთი ეპისკოპოსი წირვა დაასრულა ტყუილები დაასრულაო როდესაც ღვთისმსახურება იწყება და ასამაღლებლით იწყებს მღვდელი წურთ სისკარს საცეცხლოს აღამაღლებს წირვაზე სახარებას დაწყება მსახურებისა ძალიან საშიშია იმიტომ რომ პირველივე სიტყვით მღვდელი ისეთ რამეს ამბობს რომ ის თუ ტყუილია და იქ თუ სრულად თანამონაწილეობა მისი არსებისა არ არის მაშინ დანარჩენზე რა უნდა ვთქვა მე გეტყვით ჩემ თავზე რომ არასოდეს არ ყოფილვარ მართალი როდესაც მსახურებას ვიწყებ არც დღეს არც გუში არც იმის წინ და ასე შემდეგ ყოველთვის მინდა როცა ვიწყებ იყოს სრული გულგახსნილობა სრული გულწრფელობა სრულად აღვიქვავდე იმას მე რასაც ვამბობ სრულად ქონდეს გათავისებული ყოველი სიტყვა როცა ღვთის სასუფეველის დიდება ხდება როცა წმინდა სამების დიდება ხდება რომ იწყება და ამით იწყება ის სიდიადე რასაც მსახურება ქვია ჩემი გული არასოდეს არ არის ადეკვატური ამ სიტყვებისა ჩემი შინაგანი სამყარო არასოდეს არ არის ადეკვატური ამ სიტყვებისა და რას ნიშნავს ვამბობ ერთს და ჩემი შინაგანი მდგომარეობა არ არის შესაბამისი და ადეკვატური და ესე იგი ვტყვი და ვცრუობ მე მოვდივარ და შემიძლია ვთქვა რომ მე მწამს მე მიყვარს მე ცნებების აღსრულებელი ვარ ტყუილია ეს ყველაფერი მადლობა ღმერთს იმისათვის თუ ჩვენ ამას კიდევ ხედავთ და თუ ჩვენ ვიბრძვით ამის გამოსასწორებლად ხოლო თუ ვერ ხედავთ და არც ვიბრძვით მაშინ რაღა უნდა ვთქვა მე ეს იმიტომ კი არ გითხარით რომ დაგამძიმოთ მე ეს იმიტომ გითხარით რომ თქვენ როცა ასე ვიწყებთ მსახურებას მღვდელთან ერთად მღვდელი რომ სახარებას აღამაღლებს და კურთხეულ არს მეუფებაო რომ ამბობს შენც იქ უნდა იყოს საკურთხეველში მღვდელთან ერთად შენი გულით და შენთვისაც კურთხეული უნდა იყოს წმინდა სამების სამეფო სახში როცა ლოცვას იწყებ და პირველივე სიტყვას ამბობ ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთათა უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე თლიანად უნდა იყო შენი გულით აი ამ სიტყვებში და ამ სიტყვებით ღმერთთან და როცა ეს არ გამოდის როცა ასე ვერ ახარ დაიმდაბლე თავი დავიმდაბლო თავი და ამ სიმდაბლიდან გამომდინარე ეგების უფალმა შეგვიწყალოს გვასწავლოს წინ წარგვიძღვეს და თვითონ იმოქმედოს ჩვენს მაგივრად იმიტომ რომ ჩვენ არაფერი არ ძალგვიც ასე თუ ვიქნებით ანუ მართალნი თუ ვიქნებით აი ამ გვარად მაინც რომ აი ხო ვთქვი და ხო არა ეს არ არის ვაღიარებ ამაში მაინც ვიყო მართალი რომ მე განწყობა მქონეს თქვა რომ არ იყო ეს კარგი არ იყო ეს სწორე ვეძებდი კაი არ დასაწყისში კაი არ გამოვიდა მთელი მსახურება ხო ეძებ არ მთელი მსახურება არ გამოდის აი ესე მაინც როცა აკეთებ უფალი მოწყალე ხდება ხედავს ჩვენს უძლურებას ჩვენს ეგების სიმდაბლესას აი ამ გვარის სიტყვებში გამოვლენის და როცა ეზიარები ისე რომ არ მოელი უფალი სიკეთეს გაძლევს თავის თავს გაძლევს როგორც სიხარულს თავის თავს გაძლევს როგორც ბედნიერებას თავის თავს გაძლევს როგორც გაცოცხლებულ რწმენას და იმეც ხვალინდელი დღისა რომ დღეს თუ არ გამოვიდა ნუ გეშინია იბრძოლე იომე ბრძოლის ძალასაც გაძლევს ხვალე უკეთესობა იქნება ქრისტე შეგვეწიოს ღმერთმა ძალა მოგცეს და ის სიტყვები რითაც დავიწყეთ რომ ჩვენთან არის ღმერთი
ეს სიტყვები ჩემი, შენი და ჩვენი ყოფილიყოს ღვთის მადლით. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.